დღევანდელ ვიდეოში გავხსნი ბევრ ბოქს. სალამისას ყველას და დაგიბრუნდით მომდენო ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოშიც ვეცდები რომ გავხსნა ბევრი ბოქსი. ამ ბევრ ბოქსში შედის 4 ცალი ქაოს სტარდროპი და 2 ცალი მეგა ბოქსი. სამწუხაროდ წინა დღისითაც იყო ასეთი მაგარი lucky day, იყო 5 ცალი ქაოს სტარდროპი და 1 ცალი მეჩა ბოქსი. მაგრამ სამწუხაროდ ვერც ვიდეო გადავიღე მაგის შესახებ და ვერც მე ავიღე, იმიტომ რომ არ მეცალა მაგ დღეს და ვერ ვითამაშე. მაგრამ არა უშავს, მოდი გავაგრძელოთ. ასეთი რაღაც lucky day-ები არის, როგორც გავიგე Brawl Stars-ში და ერთი ვიდეო შემხვდა TikTok-ზე, ვიდეო რა ფოტო, ახლა გაჩვენებთ და წესით მომდენო დღეებიც უნდა იყოს ძალიან მაგარი დღეები, ძალიან მაგარი lucky day-ებით. არ ვიცი, ნახოთ დაველოდოთ იქნება თუ არა ასეთი მაგარი lucky day-ები. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, ხონა იქნება რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო და ასევე გადახვიდეთ TikTok აკაუნტზე და მანდაც გამომიწეროთ. როგორც იცით, წინა ვიდეოში გითხარით, შევქმენი ახალი TikTok აკაუნტი თქო და TikTok-ის მაყურებლებიდან ვეცდები რომ გამოვაწერინო YouTube-ზე არხი და თქვენ ახლა YouTube-ზე ვინებიც უყურებთ, ხონა იქნება რომ თქვენს გადახვიდეთ TikTok-ზე და გამოიწეროთ ეგ ჩემი არხი. მაგ არხზე იქნება live stream-ები, როგორც აქ იქნება, მაგრამ TikTok-ზე უფრო ხშირად იქნება წესით დარიგით, იმიტომ რომ TikTok-ზე უფრო ბევრი მაყურებელი არის live stream-ების. მოულში გაგაგებინებთ უკვე ახალ სიახლეებს. ახლა კი მოდი დიდხანს რო არ გაგვიწელოს დავიწყოთ ჩვენი თამაში. პირველ რიგში ვითამაშებ აი ამ ახალი Brawler-ის event-ს. 4 კარდი მაქვს და მოდი იქნებ ორივე ბოქსი ავიღო. და ასევე გამოვიდა ეს, აქამდე ეს არ შემიჩნევია, ნახოთ რას მაძლევს. ნუ დიდი არაფერს სტარდროპებს მაძლევს, სხვა არაფერი, დიდი არაფერი. დაიწყო ჩვენი პირველი მეჩი, ვთამაშობ სურჯით, არ ვიცი ამ მეჩს მოვიგებ თუ არა, მაგრამ წესით დარიგით უნდა მოვიგოთ. იქითაც ძალიან კარგი კომბოები არიან იმ სურჯმა, მთავარია არ მაჯობობს თამაში. დღეს Brawl Stars-ი ამითამაშია და სამწუხაროდ შეიძლება ცუდად ვითამაშო, იმიტომ რომ გასახურებელი ვარ, ასე ვთქვათ. El Primo რავი ამ მაპზე რატო აიღო, არ ვიცი, საერთოდ არ ვარ El Primo წესით დარიგით. ახლა სურჯსაც კი ვერ მოკლავს და ახლა აქეთ კიდევ კემპერობს, როგორც ხედავთ, Mortis-ი. კიდევ ერთხელ მოვკვდეთ, წამოვიდეთ წინ, არ ვიცი რა ეს მეჩი როგორ უნდა მოვიგოთ, მაგრამ ვეცდები მაინც ყოველ შემთხვევაში ამ მეჩის მოგებას. განდაბა Mortis-ი 80 HP-ზე გადავრჩი და მასე მოვყალი. სურჯი არის და რა თქმა უნდა ვერ მოკლავთ, რა გავაკეთე, ჯანდაბა, ხო შემეძლო მეჩის ახლა წამოღება რა. პრიმო გაჩერდა, რა თქმა უნდა, ასეთი რენდომები უნდა ვყავდეს და ყველა ხელს მოვიგებ, რა თქმა უნდა. წინა ვიდეოშიც ასეთი ტვინის ჭამა იყო, ახლაც ასეთი ტვინის ჭამა არის Bravo El Primo. აი ერთი წამი რო დარჩა, მერე დაიწყო El Primo მოძრაობა. აი ძალიან მაგრად ითამაშა El Primo რა. დაიწყო ჩვენი მომდენო მეჩი, ისე და ისე ჯემგრაბი არის და ახლა ვთამაშობ უკვე ჯანეტით. ნახოთ რას ვიზავთ ამ მეჩში, წინა მეჩში საკმაოდ ცუდი რენდომები მყავდა, მეც საკმაოდ ცუდად ვითამაშე მაგ რენდომების გამო. ახლა ძალიან მაგარი გუნდი ვართ, MZ და ტარა და მე კიდე ჯანეტით ვარ. აქ ტარამ ძალიან მაგრად ითამაშა, დაქს მოუკლავ, მაგრამ იმ ჯემთან ახლა მე აღარ წავალ, იმიტომ რომ ძალიან შორს წავიდა. იქით კიდევ სუსტი Brawler-ები არიან, ასე ვთქვათ, ახალი Brawler-ი არის, დაგი არის, კარგი Brawler-ი, იქით გუნდში ერთადერთი და Colty. ანუ ზოგადად კარგი Brawler-ები არიან ეს Colty და ახალი Brawler-იც, მაგრამ უბრალოდ ამ მეპისთვის შეუფერებელი Brawler-ები არიან. წამოვიდეთ, ავფრინდეთ სუპერით, იმედი მაქვს აქ მოვკლავ ახალ Brawler-ს, მოვყალი Colt's-აც მოვკლავ, ჩემი სუპერით და წინ კიდევ დაგი არის და წინ კი არა ბუჩქებში ყოფილა ჯანდაბა, რატომ დავინახე აქამდე. MZ განაგამოვა ახლა დაგთან ახლოში, რატომ მივიდა ეს MZ და ვეღარა ვფრინდი ჯანდაბა, კიდევ რა გააკეთა MZ, კიდევ ვაგებთ ამ მეჩს და ძალიან ცუდი იქნება, Hyper Charge-ით დავხარჯე. მაგრამ აქ ძალიან კარგად მოვყალით. მე ჩემიანება მოკლე, უფრო ტარა მოკლე. MZ-ს აქვს 10-ვე ჯემი და იმედი მაქვს სისულელეს არიზავს კიდევ. საღოლ ტარა ძალიან აღარ დავაკვირდი რომ ცოცხალი იყო დაგი, მაგრამ ტარა ვაქებდი სანამ დაგმა მოკლა. ტარამ ძალიან მაგრად ითამაშა. MZ-მ კიდე ძალიან ცუდად. კი, კარგად ითამაშა MZ-მაც, მაგრამ იქ დაგთან ახლოს რატომ მივიდა, არ ვიცი, რამის წავაგეთ ეგ მეჩი. ტარა რო არა მაგ მეჩს წავაგებდით. მოდი გავხსენოთ პირველ რიგში ქაოს სტარდროპი და ვნახოთ რას დაგვიგდებს. იმედი მაქვს დღევანდელ ვიდეოში მაინც დააგებს ულტრას. მაგრამ ჯერჯერობით არ გვიმართლებს.
დაიწყო ჩვენი მომდენო მატჩი, ისევ და ისევ Brawl Ball არის, კარგი თიმი ვარ, წესი და რიგით უნდა მოვიგოთ უბრალოდ იქით ერთი ფრენკი არის, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ. აქ კი მომკლავენ, მაგრამ დრო გავწელე, რაც თავარია, ბურთის გადაგდება კიდევ უფრო შორს შემეძლო. ფრენკს უნდა უფრთხილდეთ, საკმაოდ სუპერი რა თქმა უნდა აქ რიკოს. კიდევ ერთი Hyper Charge სუპერი აქვს. ვერ მომკლა, მაგრამ ახლა მოვკვდები, ბურთი ვეღარ მოვიშორე სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს გოლი არ გაგვივა. სამწუხაროდ ალბათ ჩამჩნევდით ვიდეოებში, რომ ენა მემევა, იმიტომ რომ თამაშზე როცა ვარ კონცენტრირებული, ან საერთოდ არ ვლაპარაკობ, ან კიდევ ენა მებნევა. ამ რიკომ უკვე ტვინი წაიღო ძალიან. მე რამდენი სუპერი გამარტყა ზედიზედ და გადავრჩით, ბიმი გადაგვარჩინა ფრენკის სუპერს. პეჩარჯი გამოიყენა აქ ბიფმა. წესი და რიგით მოკვდება, მაგრამ მაინც გადარჩა. აქ ორი ბრაულერი მოვკალი, რა ძალიან კარგი არის. ფრენკი არის, ფრენკიც მოვკალით. სულ ყველა ბრაულერი ცოცხალი ვართ. თელ თიმში ახლა გამოვიყენებ Hyper Charge, მოვკლავ ამ ბრაულერებს და გავიტან გოლს. აღარ დავარტყი, მაგრამ ეგრევე შევიტანე. ჯერჯერობით ვიგებთ, სულ რაღაც 1 წუთი ღარო გაუძლოთ, არასრული 1 წუთი, მოვიგებთ უკვე ამ მეჩს. და წესი და რიგით გავუძლებთ, ახლა წავალ დროს გავწელავ. რა თქმა უნდა, შეტევაზე დიდად არ ვიფიქრებ. უბრალოდ დროის გაწელვას დავიწყებ. ახლოში გრიფს გაურაშავ, რამის მოვკალი, რამის უბრალოდ ერთი ტყვი აღარ დამაკლდა. რიკო მომკლა, თორემ მოვკლავდი აქ გრიფს ახლოში და კიდევ უფრო გავწელავდი დროს. გამოვიყვენე ჩვენი სუპერი აქ, მოვკლათ ფრენკი და ჯანდაბა რიკომ. ჩემი ორი ნახევარი მოკლა, რასაც არ დავაკვირდი და გაგვიტანეს სამწუხაროდ გოლი. ამ რიკომ უკვე რავი ძალიან მაგრად თამაშობს ეს რიკო, ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ აღარ დავაკვირდი ჩემი ორი ნახევარი ხდებოდა. ბურთის მოშორება მინდოდა სუპერით და ვეღარ მოვიშორე სამწუხაროდ. ისევ და ისევ რიკო და ჯანდაბა რა ხელი წავაგეთ. აი რიკო უბრალოდ რა გააკეთა, ძალიან მაგრად თამაშობს და მე კიდევ ყოველ ვიდეოში ძალიან ცუდად თამაშობ. ერთი კარდი გადამჭდა და ეს ერთი კარდი თუ წავაგე, ვეღარ გავხსნით სამწუხაროდ unbox. სანამ ბრაულერებს ვირჩევთ, ეს ვიდეოც აიყვანეთ 15 ლაიქზე და მომდენო ვიდეოც უმალვე გამოვა. იმედი მაქვს ძალიან არ გაიწალება ეს ვიდეო წინა ვიდეოსნაირად. დაიწყო ჩვენი მომდენო მატჩი, გემგრაბი არის და როგორც დაინახეთ უკვე ჯანეტი არჩეული მყავდა. ყოველთვის ამ მაპზე ვიღებ ჯანეტს, იმიტომ რომ ძალიან ოლფი ბრაულერი არის ამ მაპისთვის და ზოგადად გემგრაბისთვის ჯანეტი. კინაღა მოვკალი კორდელიუსი და ჯანაბა მგონი მორტისიც ვერ მოკლავს კორდელიუსს, წამოვიდეთ ისევ და ისევ წინ. ჩვენი ანიმზი როგორც ყოველთვის ასეთი ემზე მივხვდებენ, გემგრაბი საერთოდ რო ვერაფერი ვერ უნდა გააკეთონ. ეს ემზი კიდევ ძალიან კარგად თამაშობს, როგორც ხედავთ. რასაც ვერ ვიტყვი ჩემი ანემზე. უკვე მე-60 ჯერ მოკვდა. კიდევ მოკვდება ახლა. ჯანდაბა 60 HP გადავჭი. ავუხილოთ. ჯანდაბა აქ ლეონი შემორაშა. ლეონი არის იქით ბუჩქებში კემპერობს. როგორც ხედავთ. ლეონი მოკვდა რა ძალიან კარგი არის, აქ კორდელიუსს გაურაშოთ. კორდელიუსიც მოვყალით, ეგეც ძალიან კარგი არის. წამოვიდეთ აქეთ. ემზის არ ავაღებინოთ ეს ჯემები. ახლა ლეონი მოდის. და ძალიან კარგად ვიგებთ უკვე ამ მეჩს. კორდელიუსაც მოვკლავ თქონა მეთქვა, მაგრამ უკვე მოკლეს. და ვიგებთ უკვე ამ მეჩს, ძალიან ძნელი მეჩი იყო ასე თუ ისე. იმედი მაქვს არ მოკვდებით და არც მოვკვდით კიდევაც ძალიან კარგად ვითამაშეთ ეს მეჩი თავიდან ვერა, მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან კარგად ვითამაშეთ და კიდევ კარგი unbox მაინც ხსნი. ჯერჯერობით ყავს სტარდროპი გვაქვს გასახსნელი, გთხოვ, იმედი მაქვს ამ ვიდეოში მაინც დამეგდებს ულტრას უკვე ეპიკზე არის, მითიკზე გადავიდა, რაც ძალიან კარგი არის და გაიხსნა სამწუხაროდ მითიკზე. ეს PowerPoint-ი საერთოდ არ მინდოდა ეს PowerPoint-ები და unbox-იდან კიდევ 8 კლიკი შეიძლება ბრაულერი დავაგდო, იმედი მაქვს რომ აციმციმებს. 2 კლიკზე აციმციმა და ნახოთ ამ ვიდეოში თუ ვიხილავთ ახალ ბრაულერს და სამწუხაროდ ბელის სკინი დავაგდეთ, რომელიც ძალიან კარგი სკინი არის, მინდოდა ბელიზე სკინის ყიდვა. აღარ დავხარჯავ ბლინგებს, მაგრამ ახალი ბრაულერი მერჩივნა ვიდრე ეს ბელის სკინი. და კიდევ მომავალში დავდება ახალ ვიდეოს, სადაც გადავალ მომდენო პლანეტაზე. იმედი მაქვს ახალ ბრაულერს დავაგდებ ამ ვიდეოებში, რომ ეს კრედიტები მთლიანად გამოვიყენო მომდენო პლანეტაზე გადასასვლელად. და ამასობაში ამიგროვდა უკვე 10,000 ბლინგი
და შემიძლია უკვე 2-5000 ბლინგიანი სკინის ყიდვა, მაგრამ ეგენი უკვე მომდენო ვიდეოში იქნება, არა ამ ვიდეოში. გამოვედით, მოდი გავხსნათ ჩვენი ქაოს სტარდროპი და იმედი მაქვს თხოვ ულტრა დააგდე და ძალიან კარგი ვიდეო გამოვათქონა მეთქვა და ეპიკზეც არ გადავიდა. თხოვ დააგდე ულტრა. გაორ მაგარი არის. გაოთხ მაგარი არის. სუპერიარზე გადავიდა. თხოვ გადადი არა ისო სუპერიარზე გაიქცა ჯანდავა. და ახლა უკვე მეგაბოქსის გახსნით რომ ნახოთ რას დაგვიგდებს 9 კლიკი. არა ვიცი 9 კლიკიდან წესდარიგით არაფერს არ აგდებს, გამანძებული მეგაბოქსი არის. ნახოთ იმედი მაქვს ამ მეგაბოქსიდან მაინც რამეს დავაგდებ და ისევ 9 კლიკი რა არის. საერთოდ აღარაფერს აღარ აგდებს ეს მეგაბოქსები. რავი, ასეთი ვიდეო გამოვიდა რა, დიდი არაფერი, მაგრამ მაინც კარგი ვიდეო იყო. მოდით აქ დაგემშვიდობებით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგწონათ ვიდეო არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ეს ვიდეო აიყვანეთ 15 ლაიქზე და კომენტარი დამიტოვეთ, რავი, რაც გინდათ დამიწერეთ, თუ გინდათ გულები დამიწერეთ, თუ გინდათ რავი. თუ გინდათ უბრალოდ мотивაციისთვის კარგი კომენტარი დამიწერეთ. ამით მე მაძლევთ სტიმულს, რომ უფრო და უფრო მაგარი ვიდეოები შემოგთავაზობთ და უფრო ასართობი. და კიდევ წინა ვიდეოშიც გითხარით, ამ ვიდეოშიც გეტყვით, რომ მაქვს სიახლეები, რამოდენიმე სიახლე მაქვს. კონკრეტულად მაგ სიახლეებს გაიგებთ დაახლოებით 150 გამომწერზე, როდესაც ავალ გაიგებთ მაგ სიახლეებს.